Განაცხადა გრიგორი კარასინმა ახლა მთავარი საფრთხე საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მოახლოება და ანტირუსული პროვოკაციული რიტორიკის აშკარა ზრდა, რომელიც ისმის თბილისშიც და საერთაშორისო არენაზეც ისმის საზოგადო მოღვაწეთა მხრიდანაც. Ყველაზე საწყენი კი ის არის, რომ ეს ისმის ოფიციალური წარმომადგენლების, პოლიტიკოსების, მინისტრებისა და პრეზიდენტის მხრიდანაც კი. ეს იყო ნაწყვეტი ამუნარიდი გრიგორი კარასინის განცხადებიდან. ჩვენ ახლა საუბარს განვაგრძობთ ჩვენ სტუმართან ერთად სოსო ცინცაძე დიპლომატიური აკადემიის პრეზიდენტი არის ჩვენთან პირდაპირ ეთერში. საღამომშვიდობისა ბატონ სოსო. საღამომშვიდობისა. ბატონ სოსო, თქვენ გაქვთ დიდი გამოცდილება დიპლომატიური და პოლიტიკური განცხადებების ანალიზის. შეგიძლიათ გითხრათ ჩვენ და ჩვენს მაყურებელს თქვენი აზრით, რას უნდა ნიშნავდეს კარასინის ეს განცხადებები? მოდით დავიწყოთ იმით, რომ აი ახლა პატარა მოვისმინე მე კომენტარი, რომ დასავლეთი უფლებას არ მისცემს რუსეთს ჩვენთან ასე და ისე. ეს არ არის დიპლომატია და ეს არ იყო დიპლომატიური განცხადება. ეს არის უბრალოდ პოლიტიკური იდეოლოგია. ხლა ჩვენ უნდა ჯერ ჩვენ თვითონ ჩამოვყალიბდეთ ჩვენთვის, ესე იგი. აი ეს ჩვენი განცხადება კი არა, ჩვენი კურსი, რომელიც გასაჯაროვდა რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება. ხაზგასმის მინდა აღნიშნო, რომ არ არის ლაპარაკი ამ ეტაპზე დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე. თქვათ, ღმერთს დაგვიფაროს SNG-ში დაბრუნება, ევრაზიის კავშირი, ODKB. რა ამაზე ყველაფერზე არ არის საუბარი. საუბარი არის ჩვენ მეზობელთან რა. ეს უბრალოდ იცით ადამიანები ირჩევენ, თქვათ, ცოლებს და საცოლოებს, მაგრამ სახელმწიფო მეზობელს არ ირჩევს. ეს ზეიდან მოდის და ღმერთი განაგებს, თქვათ, თუ ვინ ვისი მეზობელი უნდა იყოს სახელმწიფო რა. რუსეთი არის ასეთი, რუსეთს ჩვენ ვერ შევცვლით და ჩვენ მოვალენი ვართ სწორედ ამ რუსეთთან, აი ესეთ რუსეთთან, პუტინის რუსეთთან, თუ ელცინის რუსეთთან, გორბაჩოვის რუსეთთან, თუ მომავალში ვინც იქნება პრეზიდენტი, ისეთ რუსეთთან მოვძებნოთ modus vivendi. ისე რომ ჩვენ ეროვნულ ინტერესები, ესე იგი არ ვანაცვლოთ პოლიტიკურ იდეოლოგიას. ჯერ ერთი, ესე იგი რა, მე დასავლეთში მაპატია, მაგრამ ვერ ხედავ ისეთ ვერც პოლიტიკურ ძალას და ვერც სახელმწიფოს, რომელიც მზად არის საქართველოს გულისათვის, თქვათ, აი რუსეთი ალაგმოს ან კონფრონტაციულ რეჟიმში შევიდეს საქართველოს გულისათვის, ან როგორც წეღად მოვისმინე, აი ესეთი კომკავშირული ენთუზიაზმით გამსჭვალული განცხადება, უფლება არ მისცეს რუსეთს. რუსეთს არავის არ სთხოვს უფლებას. რუსეთს არავისთვის არ უთხოვია უფლება 8 წლის ომის დაწყებაზე. არავისთვის უთხოვია უფლება ყირიმის ანექსიაზე. არავისთვის უთხოვია უფლება სირიაში შეჭრაზე. ეს რუსეთის სტილია. ბატონ სოსო, აი თქვენ თქვით, რომ რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება, რომელიც იყო გაცხადებული კურსი, ხო? ხელისუფლების მხრიდან. თქვენი აზრით, აი 4 წელია ახალი ხელისუფლება მართავს ქვეყანას. თქვენი აზრით, ქონდა თუ არა წარმოდგენა დღევანდელი გადასახედიდან საქართველოს ხელისუფლებას, რას ნიშნავს რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება? საქმეც ეგ არის, რომ როგორც ჩანს არ ქონდა წარმოდგენა. ან საიდან უნდა ქონოდა წარმოდგენა, როდესაც საქართველოს ქართულ დიპლომატიას რა უკვე რამდენი 15-16 წელია დილეტანტები მართავენ. აი საიდან უნდა ქონოდა ამის წარმოდგენა? ან პოლიტიკური იდეოლოგია განსაზღვრავს რუსეთთან ურთიერთობის სტილს. რასაკვირველია, საწყის ეტაპზე აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იყო, თუმცა ნაჩქარევი გადაწყვეტილება იყო, თქვათ, აი ზურა აბაშიძის თანამდებობის დაარსება რა. ესე იგი, ჩვენ ელემენტარულად რუსეთს მივეცით, თითქოს ინიციატივა ჩვენ გამოვავლინეთ, მაგრამ სინამდვილეში დიპლომატიური ბერკეტი მივეცით რუსეთს, ვინაიდან ადეკვატური იქნებოდა ის, რომ რუსეთსაც აი ზურა ბაბაშიძის, თქვათ, ადეკვატური თანამდებობა შეექმნა. არა, რუსეთმა სულ სხვა ჭრილში გადაიყვანა ეს თავიდანვე და ამით მოგვიგო პირველი რაუნდი რა. ელემენტარულად კი არ შექმნა, თქვათ, პრემიერის თანაშემწე თუ პრემიერთა რაღაც ამსახური. არამედ საგარეო საქმეთა სამინისტრის 16 მოადგილედან ერთ-ერთს და
დაავალა აი ეს ურთიერთობა. ეს უკვე დიპლომატიური პირველი შეცდომა იყო. და შემდეგ უკვე 4 წელი ხდება მალე რა, 3 წელი ყოველ შემთხვევაში არის, რაც ჩვენ ერთ ადგილზე ვტყეპნით აი ამ ურთიერთობებს. კარასინ აბაშიძის ფორმატმა, რომელმაც თავისი რეალურად თქვათ ეფექტური როლი შეასრულა საწყის ეტაპზე, დიდი ხანია უკვე რესურსი ამოწურა თავის. უნდა გაუქმდეს თქვენი აზრით თუ ფორმატი უნდა იცვალოს? უნდა შეიცვალოს ფორმატი. გაუქმება ჩვენ დაგვაბრუნებს ისევ 9 წლამდელ თქვათ სიუჟეტებში, თქვათ იგივე აი ამ ლილიპუტინში და თქვათ იგივე შემოჭრის საფრთხეში. რა საჭიროა უკვე გარღვევა. ნუ გარღვევა რა მხრივ კიდევ ურთიერთობის დარეგულირების მხრივ. რუსეთმა ჩვენ 2-3 შემოთავაზება უკვე გაგვიგეთ. რაზე უმაღლეს დონეზე შეხვედრა აუცილებელია. ეს არის დიპლომატია. ხლა კიდევ ვიმეორებ, თუ ჩვენ დიპლომატიით ხელმძღვანელობთ რუსეთთან ურთიერთობაში, ეს არ არის დიპლომატია. არ არის დიპლომატია, როდესაც თქვათ იგივე თავდაცვის მინისტრი რაღაც შეურაცხყოფელ განცხადებებს აკეთებს რა. არ არის, ჯერ ეს თავდაცვის მინისტრის საქმე არ არის. ეს არის დიპლომატიის და ამისათვის ჩვენ ხელფას უხდით არა თავდაცვის მინისტრს, არამედ საგარეო საქმეთა მინისტრს და საგარეო საქმეთა მინისტრის მთელ შტატს რა. მაგრამ ელემენტარულად ახლა ცით რა არის თავარი, აი ჩვენთან არავის არ უნდა თქვათ აი რუსეთის ფსიქიკას ჩაწუდეს, იგივე პუტინის ფსიქიკას ჩაწუდეს რა. ესე იგი ერთი შემოთავაზე, ორი შემოთავაზება. ელემენტარულად ახლა ჩვენ ვამბობთ, რომ აი რა უნდა რუსეთ ჩვენგან, რა უნდა რუსეთ ჩვენგან, ოკუპაცია ეს ხადია, მაგრამ ჩვენ რა გვინდა რუსეთისგან რა, რომ მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ აბაშიძის რაღაც კუთმოკვეცილი თანამდებობა შევქმნით რა. რომელიც მხოლოდ ალბათ ერთ-ორ კაცს აწყობს ეს თანამდებობა, ვინც ხელფასღებულობს ახლა რა. აი ამის გამო ბატონო, აი რა თქვენი აზრით, რა არის კონკრეტული საკითხები, რასაც დღეს ასე ვთქვათ რუსეთი ითხოვს საქართველოსგან და საქართველოს შეუძლია რომ რაღაც შეხების წერტილები იპოვოს ამ სახელმწიფოსთან? პირველ რიგში აი რა პრეტენზიაც აქვს კარასინსა რა. აი შეწყდეს ეს აგრესიული რიტორიკა. შეწყდეს ეს აგრესიული რიტორიკა. ვინაიდან ამ აგრესიულმა რიტორიკამ ჩვენ არაფერი სასიკეთო არ მოგვიტანა 9 წლის მანძილზე. აბსოლუტურად. აი აქედან უნდა დავიწყოთ. აი შეწყდეს ლანძღვა გინება. აი ეს შეწყდეს და თავდაცვის მინისტრმა თუ სხვა მინისტრმა აკეთოს თავისი საქმე, რაშიც ის ხელფასღებულობს. ხოლო დიპლომატებმა აკეთონ თავიანთი საქმე, რაშიც ისინი ხელფასღებულობენ, რა. ჩვენ რა განცხადებული გვაქვს დარეგულირება, მაგრამ რომელი დარეგულირებაზეა ლაპარაკი, თქვათ აი კრემლის გადმოსახეთიდან, როდესაც ჩვენ ან კატებს ვაჭმევთ იმათ, ესე იგი ან მთელ მსოფლიოს მოუწოდებთ გაერთიანდეს, თქვათ რუსეთის წინააღმდეგ, ან კიდევ იცით ახლა მახსოვს, როგორ ჩანს ბევრმა ჩვენთანმა აქ ჩვენმა მოქალაქემ აი ცხონებული ტალეირანის არ იყოს, არც არაფერი დაივიწყა და არც არაფერი ისწავლა რა. მე მახსოვს რიტორიკა 8 წლის ომის წინ, რომ ჩვენ უფლებას არ მივცემთ რუსეთს, რომ ჩვენი ტანკები გავლენ ხაბაროვსკამდე, რუსეთს არაფერი და მთელი მსოფლიო, ესე იგი რუსეთს ომს გამოუცხადებს საქართველოს. მაგრამ ამ განცხადების, ასე ვთქვათ, მიზეზი მხოლოდ რიტორიკა ხომ ვერ იქნებოდა? ჯერჯერობით რიტორიკა იცით რა არის აქა? აი მე როცა ვლაპარაკობ რუსეთის ფსიქიკაზე რა, ჩვენ არა გვაქვს აქ საქმე და ჩვენი ვიზავი სამწუხაროდ არ არის ცივილიზებული ევროპული სახელმწიფო, სადაც სულ სხვა ტონალობით შეიძლება ლაპარაკი რა. ჩვენ საქმე გვაქვს რუსეთთან, ისეთ რუსეთთან, როგორიც დატოვა პეტრე პირველმა, სტალინმა და თუ გნებავთ იგივე გორბაჩოვმა და ელცინმა. აი ამ რუსეთთან გვაქვს დღეს ჩვენ საქმე. ამიტომ რიტორიკა, რასაც ნაკლებ ყურადღებას აქცევენ თქვათ პარიზში, ლონდონში, ბერლინში, შტატებში არა, რუსეთში ეს გამსაზღვრელი ფაქტორია. რატო გვავიწყდება ჩვენ რა საშინელი ანტიქართული გამოხთომები და განცხადებები მოყვა თავის დროზე ოქროაშვილის აი იმ გახსოვთ არა
კი ბატონ სოსო, კიდევ ერთი შეკითხვა. თქვენ ახსენეთ, რომ აბაშიძე კარასინის ფორმატი უნდა შეიცვალოს. თქვენი აზრით, როგორი უნდა გახდეს და რა შეიძლება ნიშნავდეს ფორმატის შეცვლა? ფორმატის შეცვლა ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ კურიერების დრო წავიდა. ის რომ აქ აბაშიძეს ეტყვია, რომ აი შენ ეს თქვი მეტი არაფერი, რასაც გეტყვის კარასინი, არც ხო უთხრა, არც არა, ჩამოდი და მოგვახსენი აქ. იგივე კარასინს ეუბნება ლავროვი, რომ შენ არავინ არაფერს გეკითხება აბაშიძესთან რაღაც გადაწყვეტილების მიღებას, არამედ აი ჩამოდი და გითხარი, რაზეა მზად საქართველო, რაზე მიდის საქართველო და რაზე მიდის საქართველო, ეს თვითონ აბაშიძემაც არ იცის, ვინაიდან ამას არავინ არ ეუბნება აბაშიძეს, არა? ფორმატის შეცვლა ნიშნავს, რომ ცოტა რეგისტრი უნდა აიწიოს, ცოტა თამასა მაღლა უნდა აიწიოს უკვე, არა? მაგრამ საუბარი უნდა იყოს პირისპირ, არსებობს თქვა ჟენევის ფორმატიც. ჟენევის ფორმატი ეს უკვე ამანაც ამოწურა. ჟენევის ფორმატი აღარ არსებობს. დავივიწყოთ. ჟენევის ფორმატი ეს არის, ნუ ბოდიშ თქვენთან, მაგრამ ანანიზმის სექსის გარეშე. მეტი არაფერი. ბოდიშ ხდი კიდევ დაკოვისა. ბატონ სოსო, აი თუ კი ეს ფორმატი შეიცვლება კარასინსა და აბაშიძეს შორის, თქვენი აზრით, აუცილებელია თუ არა სხვა მოთამაშის შემოყვანა, თუნდაც დასავლეთის პარტნიორები თუ უბრალოდ უნდა აიწიოს თამასა და ისევ საქართველოს და რუსეთმა უნდა ისაუბრონ პირისპირ. ხლა, საერთოდ რუსული დიპლომატიის სტილია, რომ არ უყვართ რუსებს, როდესაც მესამე პირი ერევა მათ ურთიერთობაში რომელიმე მეზობელთან. ესე იგი, რუსები მიჩვეული არიან და კომფორტულად გრძნობენ თავს, როდესაც პირისპირ რჩებიან აი რომელიმე მეზობელთან ან რომელიმე პარტნიორთან, არა? აი შუამავალი რუსეთს მიუღებელია რუსეთისათვის. ნუ რა ვქნათ, არ არის ეს კარგი, მაგრამ ცით როგორც თავის დროზე ბისმარკი ეუბნებოდა თავის მოწინააღმდეგეებს, რომ აი საფრანგეთთან უჩიოდნენ, საყვედურობდნენ საფრანგეთთან, რატო თანამშრომლობ ტერია ჩვენი, ეუბნება რომ მე სხვა საფრანგეთი არა მაქვს, მე ეს საფრანგეთი მაქვს და ამასთან უნდა ვითანამშრომლო. სხვა არ არსებობს სხვა საფრანგეთი, არ არსებობს სხვა რუსეთი. რა არის? როგორც ჩანს დადგა დრო, ეხლა არ ვიცი მე მინისტრების შეხვედრა, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, ეხლა იმის შიში რომ იცით რა, აი ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი უფრო ნაკლებად პროფესიონალია, ლავროვი იმას მოატყუებს, ისა, ნუ მგლიშიშით ეხლა ცხარი ვის გაუწყვეტია. კი ბატონო, მაგრამ მინისტრები გადაწყვეტილებას არ ღებულობენ, მინისტრები უბრალოდ ნიადაგს ამზადებენ და გადაწყვეტილებას ღებულობენ პირველი პირები, სახელმწიფოს პირველი პირები. მომზადება ძალზე დიდი დროს წაიღებს, მაგრამ უნდა დავიწყოთ ამის სამზადიც. სხვანაირად ეხლა რა. ეს არის გაფრთხილება, სერიოზული გაფრთხილება რუსული დიპლომატიის სტილში. აი რა შეიძლება მოყვეს ამ გაფრთხილებას? ამ გაფრთხილებას რასაკვირველი ეხლა შემოჭრა ომი არ ამგონია მოყვეს, მაგრამ უნდა ველოდეთ იმას, რომ აი ეს მართულ ხვართები კიდევ ერთი 200 მეტრით, 300 მეტრით, 400 მეტრით გადმოიწეს. აქ იყო ერთი ფრაზა ბატონ სოსო, კიდევ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მოახლოება ახალი მთავარი საფრთხეა. ეს რა მინიშნება იყო თქვენი აზრით? ეს მინიშნება იყო ის, რომ ეხლა აი ელემენტარულად გამოჩნდება პოლიტიკური ძალები, რომელნიც აი ესეთ ურაპატრიოტიზმზე, ყალპატრიოტიზმზე თამაშით შეეცდებიან რომის პაპზე უფრო მეტი კათოლიკენი აღმოჩნდნენ, ეხლა და თქვათ ნაციონალებზე უფრო მეტი ანტირუსული პოლიტიკის მომხრენი გამოჩნდნენ და აი რუსეთის წინააღმდეგ აი ესეთ შეურაცხყოფელ განცხადებებს, რომელიც უბრალოდ არ ეკადრება ცივილიზებული ქვეყნის წარმომადგენელს, რა. აი ეს აწევდა სადღაც იმატებს ეს და ამას უკვე, როდესაც რუსეთთან გვაქვს საქმე, აქ უკვე ვერაფერს ვერ განსაზღვროთ რა მოხდება. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ეს იყო სოსო ცინცაძე, დიპლომატიური აკადემიის პრეზიდენტი, რომელიც